გონია რომ ჩავცე. ხამერთა ჩემო. მოგესალმებით თქვენ დაკარგული ბლოგერი. ეხლა უკვე არის 3:30 და მე მგონია რომ საჭმელი უნდა გავაკეთო და ამ დროს ასტაფილო მაგაც ხაფი მაგ და არაფერი არ მაქვს. ამიტომ რაილი და ბავშვმა მაღაზია. სტაფილო. რამდენი ხაფი იყიდია. მერე წაია. სულთენია საყიდერი. ხარხები. ვაჩეთ. ვესელას უნდა. პატარებს ყიდულობ ხოლმე სული, იმიტომ რომ დიდი არ უნდა. განყოფები. ეს ოფიო აუერტ აინტომ მithქვა ორი იყიდეთ ხო? აქციაშია. ას. всё. ეხლა გავაკეთებ საჭმელი. იზეთი არ აქვს, ალფო ამას გდამით. ეს არის შერეული ფარში, ერთი ჯიჯი ხახვი, ერთი მოზრდილი სტაფილო, სოიოს სვანური მარილი, სოიოს სოუსი არ აქვს. ეხლა დავაკეთებ ტომატ პასტას სახვისას. სამშვიდობის ახალხნო. ესე იგი სახე მაქვს ახეული. ვარ ძალიან დაღლილი. აქაურობა ყირაზეა, იმიტომ რომ ნახეთ ეს გავიკეთე, ანუ მოვიხსენი მთლიანად და ეს გავიკეთე და დღეს არ მაქვს ამის ნერვი, იმიტომ რომ უბრალოდ დრო არ მქონდა რომ ორივე ხელზე გამეკეთებინა, ამიტომ ერთ ხელზე გავიკეთე და მინდა რომ ესენი დავაბრუნო თავის ადგილზე და ხვალ გავაკეთო, იქამდე აქ სივრცე მქონდეს თქვენთან სალაპარაკოთ ვლოგის გადასაღებით და ისიც სამუშაოც. აქაურობა აი ეს კუთხე, ეს თაროები მინდა რომ დავალაგო საერთოდ რა და მაგასაც ვერ დავაყენე ხალხო საშველი. აი მართლა არ მრჩება დრო, იმიტომ რომ ჩემი მარათონი, ჩემი ახალი სამსახური იქის და აი მართლა საერთოდ ანუ ბავშვთან ხო ასაჭირო დრო ელემენტარული საჭმელი ცხონა გააკეთო ადამიანმა დღის განმავლობაში აი ძალიან ელემენტარული რაღაცები რა და შო ანუ გავიდა მერე დღე და ვერაფერს ვერ ვასწრებ. საკმაოდ სტრესული ხანა მქონდა, იმიტომ რომ ჩემთვის ახალია რაღაცები და მოკლედ აგეთი ხანა მქონდა და პლუს ციკლის პერიოდი მქონდა, მაგან გამოიწვია ემოციებმა გამოიწვია ემოციური კვება, ემოციურმა კვებამ გამოიწვია ის, რომ რამდენი ხანი, აბა გადი ახლა აქედან. შენ 4 კილო ხარ? ღმერთო, ყატა. არა. ჩემ სასწორზე დაჭდა და 4 და 200-ია. 4 კილო და 200-ია. გადი აქედან, ნუ მიჭამამა წადრი აქედან უთხარი. აი მენა ჩამომიფლით ყველაფერი ვერ ვაგებინებ. ცუდი კატა ხარ. გაუბრაზდი კი არა ძალიან ცუდი კატა. რა არისო? აბა ზაღლია? და შეგედა რა აუსებო. კი არის სანამ ჩემ ნივთებს არ ჩამოყრის ძირს და როგორც კი ჩამოყრის აღარ არის უკვე. ეს ხელები რომ წებოვანი მიხდება ხოლმე არ მიყვარს.
ეს რაღაცა მინიმუმია პროსტა. მომას ისეთი კაი სუნიან ხალხნო, ისეთი რომ მეტი არ შეიძლება. ეს იყოს. და მოკლედ ჩემო ტკბილებოდა. ჩემო ტკბილო და მურაბო ხალხო. ესეთი ამბავია ჩემთან. მიუხედავად მაგისა, მინდა რომ დავუბრუნდე აქ. ანუ, რა თქმა უნდა, ინფორმატით, ადრე როგორც ვიყავი, არც სურვილი მაქვს და ვერც დავუბრუნდები. ანუ, უბრალოდ იმდენ ვიდეოს ვეღარ მოვახერხებ ვერანაირად არ მაქვს არც დრო და როგორც თქვი, არც სურვილი არ მაქვს ინფორმატით, მაგრამ მინდა რომ ჩემი ცხოვრება გავაზიარო ახლაც და მერეც და ყოველთვისაც. ამიტომ მინდა რომ ისო ჩემს რუტინაში შემოვიყვანო ყოველდღე YouTube-ზე ვიდეოების გადაღება და ჩემი დიდი არხი რო არის. ის არხი არის გაჩერებული ხალხო და მე მუკბანგების გადაღება აღარ მინდა, არც საჭმელზე ჩელენჯები არ მინდა და ის არხი რითიც დავიწყე, ისევ იმით მინდა რომ გავაგრძელო, ანუ ფსიქოლოგია, მე რაც მაინტერესებს ეგენი და წონაში კლება. კერძოდ კალორიულ დეფიციტზე, ამომწურავი ინფორმაციები და ასევე ინტუიციურ კვებაზე და კვებით აშლილობებზე. მინდა რომ აი ეს თემები გავხსნა და ის არხი გავაცოცხლო. დამჭირდება თქვენ დახმარება და ის რომ უყუროთ ხოლმე, დალაიქოთ, დამიკომენტაროთ, რომ არხი დიდი ხანია გაჩერებულია და ცოტა გამოცოცხლდეს და ასევე კოტიმ გააკეთა ზურა ლეკიაშვილთან ერთად პოდკასტი, რომელსაც ქვია ჭკვიანი სტუმარი, სადაც იქნება აბსოლუტურად ყველანაირი ადამიანი და ანუ ყველაფერი დანახებული ექნება აი ძალიან დიდი გადმოსახედიდან, არა რაღაცა პატარა და კონკრეტულიდან, ანუ ძალიან საინტერესო გადაცემები გელოდებათ წინ, ასე რომ აი ქართულად დაწერია YouTube-ზე ჭკვიანი სტუმარი, გადადით, ნახეთ, პირველი სტუმარი ყავდათ ცოტნე კობერიძე. მე ხო იცით პოლიტიკასთან როგორ შორს ვარ და საერთოდ არ ვიცოდი ვინ არის ცოტნე კობერიძე. საერთოდ ბევრი ადამიანი არ ვიცი ვინ არის პოლიტიკაში. და აი ისეთი საყვარელი, პირველად ვნახე ეგ ადამიანი, პირველად ვუსმინე და ისეთი საყვარელი ვიდეო იყო. ზურაც ისე საყვარლად ხუმრობდა, რომ აი მეტი არ შეიძლება რა და მოკლედ მე მაგ პოდკასტის ჩაწერაზე ვაპირებ რომ ვიარო ხოლმე და თქვენ კიდე შეგიძლიათ გამოიწეროთ და თვალი ატევნოთ. მეც ნახეთ როგორი რაღაც არის. თქვენ ხო იცით რომ მე ყოველთვის მინდოდა პოდკასტების და ინტერვიუების გაკეთება. ეხლაც მინდა, მაგრამ არ ვიცი გავაკეთო თუ არა და ღირს თუ არა, იმიტომ რომ რა ვიცი, საქართველოს პატარა ხალხი ცოტა, ანუ მე აი კოტის იქნება ფაქტობრივად გადაცემა რა და ანუ ჩემი იქნება სხვა სტილის და ეს ადამიანები რა ვიცი, ყველგან უკვე მისულები არიან და რამდენიმე წრეზე დადიან, მაგრამ რატომ მინდა იცით რომ გავაკეთო? აი მაგალითად ძალიან მომეწონა ბარბარა სამხარაძე. ანუ ხო ყოველთვის ძალიან მომწონდა როგორც მომღერალი, მაგრამ როგორც ადამიანიც ძალიან მომეწონა, პლუს კვებით აშლობაზე და ბარიატრიაზე რო ისაუბრა, რამდენიმე პოდკასტში ვნახე რომ იყო და ყველა პოდკასტში შეგრძნება გამიჩნდა რომ ვერც ერთმა წამყვანმა ანუ ბოლომდე ვერ ჩაწვდა, ვერ გახსნა მისი სიღრმე, როგორც კი ბარბარა სიღრმეში ჩადიოდა, წამყვანი უსვამდა ისეთ კითხვებს, რომ ამოყავდა ზედაპირზე და ანუ მე კიდე სიღრმის ადამიანი ვარ და ვფიქრობ, რომ აი ძალიან ბუნებრივად და ძალიან საყვარლად გამომივიდოდა აი ეს ემოციური პოდკასტები და ვფიქრობ, შეიძლება გავაკეთო, იმიტომ რომ სივრცე არის, სადაც შეიძლება რომ გავაკეთო და რა ვიცი, არ ვიცი, ვფიქრობ მოკლედ. აბა დამიწერეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ? ღირს თუ არა რომ გავაკეთო პოდკასტი და
აი მართლა არ ვიცი, ეგ 1-10 წელი, იცით როდიდან მინდოდა მე პოდკასტები, ჩემ ძველ მაყურებლებს გეხსოვებათ, საერთოდ რო არ იყო ქართულად პოდკასტები, იქიდან მინდოდა. გახსოვთ ინტერვიუ რო ჩავწერე კატები რო ყავდა იმ კაცთან, რამდენი ხნის წინ. ანუ არც სტუდია მქონდა, არც სიტუაცია, არც საერთოდ არაფერი არ მქონდა, მაგრამ ანუ ძალიან მინდოდა და ცალკე არხიც კი გავაკეთე მაგისთვის. მაგრამ ნუ მე მივანებე თავი და ხან რა იყო მიზეზი, ხან რა და აი აქამდე ესე მოვედი და ეხლა ვფიქრობ, რომ შეიძლება კი არა და მეც მაქვს შანსი რომ გავაკეთო. აი ემოციური, პროფილური, აი ესეთი რაღაცნაირი რა, ხო ხდებით? ხო იცით მე როგორიც ვარ. ხო და უყურებდით თუ არა ესეთ გადაცემას და აი როგორ ხედავთ მოკლედ რა, აი ვისაც გიყვართ იმათი აზრი მაინტერესებს, ანუ ბოროტი ხალხის აზრი არ მაინტერესებს, ანუ ჩემი ყველა შემოქმედება და ყველაფერი ასაც გიზიარებთ, თქვენ გიზიარებთ, ვინც მიყვარხართ და ვისაც გიყვარვართ და შესაბამისად ესე ხო, ეხა კიდე წინ რհები მელოდება, გითხრათ ერთი ჩემი კბილის ამბავი უნდა ჩავეწერო გია მენაბდესთან არ დამირეკავს ეს ჩემი ის აგერმაკ დისკი როგორც იქნა ავერსის ანუ მოვიდა ჩემამდე უნდა ჩავეწერო მანდ ამასთანავე ანდრია უნდა მივიყვანო ფრჩხილზე ანუ ფეხის ფრჩხილი დაუზიან და დაეტრამვა და ძრებოდა მაგრამ ვერ მოძრა მე მეორე წამოუვიდა ქვემოდან და ანუ ეხლა ეგეც ძრება რა და ანუ ეგ აქ მოსახსნელი საერთოდ ფრჩხილი ხო და ვისთან მივიყვანო არ ვიცი ანუ ქირურგთან მივიყვანო პადოლოგთან მივიყვანო აი ვისთან მივიყვანო არ ვიცი და არ და აშკარად აწუხებს და მინდა რომ ეგ მოვაგვაროთ თორნიკე მყავს კბილის ექიმთან მისაყვანი შევნიშნეო კარიესიო წერტილიო ხო და ნუ მე კიდე ამ ამბავზე ვარ მისასვლელი პლუს 5 მაისს ჩემი ახალი მარათონი იწყება პლუს ჩემი ახალი სამსახური და აი ასეთი ამბები ახალ სამსახურზე აუცილებლად მოგიყვებით ოღონდ ცოტა მოგვიანებით ანუ როცა ვიგრძნობ რომ აი ეხლა არის ჩემ შინაგანში იმის დრო ანუ საათის ისრები რომ დადგება იქ რომ ამაზე უნდა მოგიყვათ ხო კიდე გამოვიწერე გადამყვანი კატის გადამყვანი ოტოს კასტრაცია გასაკეთებელი მოკეთილი ამბები ხო კიდე დეკორი მინდა ამისთვის 1-2 რამე პატარა მწვანე ლამაზი და იუსკიში 27 ლარები ყიდა და გადავწყვიტე რომ თემუდან გამოვიწერო და ეს ფონიც არ მომწონს და ეს თარო დავდგა უკან თუ როგორ გავაფორმო ვფიქრობ და გოგოშკები ვინც მყავხართ ესეთი ლამაზი ესთეტიური ხედვით მომეხმარეთ იმიტომ რომ მე არ ვარ ეგეთი ანუ ძალიან ვაფასებ და მომწონს მაგრამ მაგის შემქმნელი მე არ ვარ თუმცა შეიძლება ვარ კიდევაც და უბრალოდ არასოდეს მიცდია ანუ როგორ იყო იცით ძალიან პერფექციონისტი ვარ სინამდვილეში და ChatGPT-ც კი მეუბნება ხოლმე მაგას რომ ზედმეტად პერფექციონისტი ხარო მაგრამ ვისწავლე ჩემ თავს ვასწავლე რომ დამეწყო კეთება აქ და ახლა იმ რესურსით რაც მაქვს ვლოგის YouTube-ის ვლოგმა მასწავლა სხვა შორის ეგ და YouTube-ის ვლოგმა რომ მასწავლა ეგ კიდე კოტი მასწავლა იმიტომ რომ მან მითხრა რომ აქ და ახლა გააკეთეო და ანუ ხო მას მერე ვაკეთებ აქ და ახლა და აღარ ველოდები იდეალურს და მაგან გამოიწვია ის რომ იმ ესთეტიკის შექმნას აღარ ვცდილობ იმიტომ რომ ჩემი ADHD-ით თუ იმას ვცდილობ ისე ვარდები შიგ რომ მე ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ ანუ ხო ხვდებით რასაც გულისხმობ ხო და მოკლედ ასე ADHD-ზეც გადასაღები მაქვს ვიდეო, რამდენი ხანია შეგპირდეთ. ეხლა მინდა რომ თქვენი კომენტარები წავიკითხო. აი ძალიან დაღლილი და სახეახეული ვარ, მაგრამ ძალიან მინდოდა რომ გადამეღო ვლოგი. ქრისტინე ძალიან მიყვარ ხარ პატივისცემა ნინი ჩემგან. შენ ძლიერი ქალი ხარ, ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. უღრმესი მადლობა.
ირინა წარმატებები ნინის სიახლეები ძალიან კარგია კი ძვირფასო ანუ იცი როგორ რაღაცა მქონდა მე რომ ნახე მე არ დავდექი ცხოვრების გზაზე მანამ სანამ ერთ-ერთ წინა ვიდეოშიც ვისაუბრე ამაზე არ დავდექი ცხოვრების გზაზე მანამ სანამ არ დავსრულდი, არ დავასრულე ჩემი აღზრდა და გაზრდა რა. ანუ ვგულისხმობ იმას, რომ ხო არ მყავდა მშობლები და ის ბაზა, რაც მე უნდა მიმიღო ბავშვობაში, არ მიმიღია კი რა, ძალიან დაკარგული ვიყავი. ანუ ისიც არ ვიცოდი, ვინ ვიყავი საერთოდ. ანუ აი ნაწილ-ნაწილი ვიყავი დაშლილი და ჩემი თავი იყო აი ესე პაზლივით, აი ესე გაფანტული რა და ეს ყველაფერი მოვაგროვე ერთად. ამის მოგროვებაში გადავიარე უამრავი დეპრესია. რო არ ვიცოდი ამ ტკივილს და დეპრესიას როგორ გავმკლავებოდი საკუთარ წამოებზე მარტო მუშაობისას, ანუ ვჭამდი, ეს იწვევდა ემოციური კვება იყო ეს და ეს იწვევდა ჭარბწონას. ამან ის გამოიწვია რომ რეალურად იდეალური ექსპერტი ვარ კვების თემაში, იმიტომ რომ სამედიცინო ინფორმაცია უახლესი ამერიკული გაიდლაინებით ყოველთვის მქონდა კოდისგან და პრაქტიკა კიდე მქონდა საკუთარ თავზე. ამიტომ ისეთი ცოდნა მაქვს, როგორც მაგალითად, ვინც მარტო წაიკითხა და ისწავლა, იმას არ აქვს, იმიტომ რომ მე ეს ჩემ თავზე ვიცი. თუმცა ვფიქრობ, რომ აუცილებლად ავიღებ ნუტრიციოლოგის სერტიფიკატსაც. არ მინდა ხა წინასწარ ვისაუბრო, მაგრამ გეგმაში მაქვს, რომ ავიღო, იმიტომ რომ ხალხი იმას უფრო დიდ ყურადღებას აქცევს ფურცელზე რა გიწერია, ვიდრე იმას რა იცი და მე ვიცი და ფურცელზეც მეწეროს, რატო არა? ხო და იმას ვამბობდი, რომ ჩემი თავი დავასრულე, ანუ ჩემი აღზრდა მე დავასრულე, მე ვუდედე და მე ვუმამე ჩემ თავს და ღმერთმა პირველ რიგში, რომელიც ჩემი დედაც არის და მამაც და ერთიანი მშობელი არასოდეს არც ერთ ეტაპზე ცხოვრების არ მიმატოვა მიუხედავად იმისა, როგორი რთული ცხოვრება მქონდა და აი ჩემი ფასეულობები ყველაფერი, ანუ რო ვიცი, რაზე არ ვარ წამსვლელი, რისი გამყიდველი არ ვარ, ჩემ თავს რო არ ვუღალატო ეს რა არის და აი ახლა უკვე იცი როგორი ეტაპი მაქვს, რომ ეხა თუ არ დავიწყებ, ანუ ეხა თუ არ ავმოძრავდები და ჩემ გზაზე თუ არ დავდგები, რომელიც მე ვიცი, რომ არის ხალხის დახმარება და ხალხის მოტივირება, ანუ მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია სხვების ცხოვრება შეცვალოს, როგორც პირადად მუშაობით მათთან, ასევე ისეც, რომ მე მაგალითად პირადად მათთან არ ვიმუშაო, მაგრამ ჩემმა მოტივაციამ, ჩემგან წაღებულმა მოტივაციამ შეიძლება იმ ადამიანის ცხოვრება შეცვალოს და ჩემთვის ბევრ ადამიანს ძალიან დაუწერია YouTube-ზე მთელი ჩემი ამ წლების მოღვაწეობის განმავლობაში, რაც ყველაზე ძვირფასი გამაჩნია და შემიძენია ეგ არის, რომ ბევრ ადამიანს დაუწერია, შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება, იმით რომ რაღაცები გავითვალისწინე, რაღაცები შევცვალე, რაღაცები დავნერგე და აი ასე და ანუ მე ვარ ეს ადამიანი, რომელმაც თავისი აი ამ რთული ცხოვრებით, რთული გამოცდილებით, იმდენად კი არ უნდა ჩაქრეს, იმდენად უნდა ანათოს, რომ სხვებსაც გაუნათოს და რომ ხედავ, რომ სხვას გავუნათ, ეს სინათლე უფრო მიძლიერდება თითქოს, აი ეს მოტივაციის, ეს სიკარგის, ეს არ ვიცი მოკლედ, ანუ ძალიან ბევრი რამე გამოვიარე და მიუხედავად მაგისა, მაინც დამრჩა კი არა და უფრო ძლიერი გახდა ჩემი ადამიანებისადმი სიყვარული და დახმარების სურვილი და მე მინდა რომ ადამიანებს ვემსახურო, მე მინდა რომ ჩემი ყველა ეს რაც შემიძლია გარეთ გამოვიტანო და ეხა თუ მე ამას არ გავაკეთებ, წავალ თვითგანადგურებაში, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელმაც უნდა რეალიზდეს, ანუ იმხელა ისინი აქვს, რომ ამას თუ არ დავარეალიზებ, ასე ვთქვათ, რეალიზებას თუ არ მოვახდენ ამისას, აუცილებლად დესტრუქციაში წავალი ისევ და ზუსტად ეხა ნახე, ცხოვრება, რატო ამბობ, ღმერთს არასდროს მიუტოვები ვარ თქო, რადგან მართლა ასეა. აი ყოველთვის ხო ვიყავი რაღაცა ეტაპზე, ეხლა მაგალითად ვფიქრობდი, რომ ჭირდება ახალი ამბები, ჭირდება ახალი თავგადასავლები და ახალი გზები და ანუ ისა შემომიგდო ცხოვრებამ რაღაცა თუ არ ამბობდი და არ მინდა თქო, ამბობდი ესაც ანუ არც კი ვფიქრობდი და ვერც კი წარმოვიდგენდი და რაც დავთანხმდი მას მე ყოველ დღე ვფიქრობ რა კარგია და რა სწორია რომ ეგ გავაკეთე თქო რა. შესაბამისად
ანუ რაღაცნაირად ესე იხსნება თვითონ გზები და ეხა არის ჩემთვის ამისით რომ ხო და მადლიერი ვარ ღმერთის, მადლიერი ვარ საკუთარი თავის, მადლიერი ვარ თქვენით, რომ ამდენი ხანი ჩემთან ხართ, მიყურებთ, გიყვარვართ, ჩემთვის ძალიან ძვირფასი და უღრმესი მადლობა. მარიამო, მიხარია ყველაფერი, რაც შენ გახარებს, რაც წინს, ის მეც მწყინს, თითქოს ხშირად იყავი გახარებული, ჩემო საყვარელო. ჩემო ძვირფასო, სხვათა ძალიან ხშირად ვარ ხოლმე მე გახარებული და კიდე იცი როგორ რაღაცა ვსწავლობ, როგორ ვთხრა მე ყოველთვის აძინუჩკა ტიპი ვიყავი. ანუ ჩემი ძალიან ახლო ადამიანები თქვენით. ძალიან ახლო ადამიანები მყავს და ანუ სხვა არავინ არ მჭირდება თითქოს რა. მაგრამ რაღაცა დიდში რო იყო, საჭიროა რომ რაღაცის ნაწილი გახდე და გუნდურობა საჭიროა და ანუ ხა მაგალითად ამას ვსწავლობ. და ზოგჯერ ეს არის ტკივნეული. ანუ ზოგჯერ ეს ტკივილს გაყენებს. ვისაც გუნდურ ამბებში უმუშავია, ეხა ესმის რასაც ვიძახი, ხო? ანუ უბრალოდ ამაში ყოფნას ჭირდება გარკვეული ემოციები. და ნახე მე თან დაკავებული ვარ, თან ამ ემოციებს განვიცდი, თან ეხლა ინტუიციურად ვჭამ და ანუ ეს ყველაფერი ერთად მაქვს რა. და ეს არის ძალიან საინტერესო და ძალიან მომწონს. ამისით ძალიან მადლიერი ვარ ამ გამოცდილების. და ზუსტად ვიცი, რომ მე მაგალითი მაქვს ამისი ლიასი, რომ ზუსტად იმიტომ ვერ მიაღწია რაღაც დიდს, რომ ყოველთვის მარტო იყო და ყოველთვის ფიქრობდა, რომ ყველაფერი თვითონ მას უნდა გაეკეთებინა და სოციალს მეც მქონდა ხოლმე ეგ და ეხლა ვფიქრობ, რომ აუცილებელია გუნდი, აუცილებელია და ყველა როცა აკეთებს თავის გასაკეთებელს, მე ამას აქვს დიდი შედეგები. როგორიც ვერასოდეს ვერ ექნება ერთი ადამიანის რამდენით არ უნდა იშრომოს და როგორიც არ უნდა ადამიანი იყოს, შედეგს მაინც ვერ ექნება ეგეთ შედეგი, როგორც გუნდის მუშაობას. შესაბამისად ძალიან მიხარია ეს გამოცდილება. ნათია ნინი როგორ გამიხარდა შენი განფართოვება, უმაგრესი გულის გოგო ხარ ნიჭიერი და დააფასონ წარმატებები. მადლობა ჩემო საყვარელო. ჩვენ უნდა დავაფასოთ ასე ვთქვათ ჩვენი თავი და ჩვენ უნდა ჩვენი შესაძლებლობები გავხსნათ და მივყვეთ ჩვენ თავს და მე სხვაებიც დააფასებენ. ესე მგონია მე. ლინკა შესაბამისად ყოჩაღი გოგო ყავხარო როგორ მიყვარს. ელენე ძალიან გალამაზვა იმე მადლობა ელენე ხა ლამაზად ნამდვილად არ გამოვიყვები, იმიტომ რომ მართლა ძალიან დახრილება ფიზიკურადაც და იქ ყველანაირად просто მთელი დღე არ გავჩერებული ვარ არც გონებრივად და არც ფიზიკურად დღეს. ანუ ლიატა სულია დღეს ელენეს ბებიის დაბადების დღე 99 წლის გახდა და იქ ალიატა სული და ანუ დარეცხე, საჭმელი გააკეთე, ჭურჭელი გარეცხე, იმუშავე, ბავშვი გარეთ წაიყვანე და ის ყველაფერი ჩემზეა და აი ეგრევა და ვიდეოც დღეს მომინდა რომ გამეკეთებინა და ძალიან მიხარია ეგ. ალეონინი როგორ ხარ ძვირფასო შენი ნახვა ყოველთვის მიხარია. მავსე პოზიტივი ჯანმრთელი და ბედნიერი უნდა ყავდე. მადლობა ძვირფასო. ხათ უნდა წარმატებები ნინი მოგვიანებით მე ჩამორჩი სიახლეებსო. არაფერი ისეთი არ მიქვამს ანუ დეტალები ჯერ ასე რომ არ ჩამორჩები ხარ არიღალო. მარიამ ნინი ლამაზო კარგად შენ როგორ ხარ ძალიან მომენაძრე შენ ნახვა მიხარია კარგი ადამიანი ხარ სულ გიყურებ ყოველი დღე. კარგი გოგო ხარ ყოჩაღი მე კარტოფილი ძალიან მიყვარს ვაკეთებ ხოლმე როგორ გამიხარდა წარმატებები ჯანმრთელი და ბედნიერი იყავი მიყვარხარ ძალიან მადლობა ჩემო საყვარელო. თეკი ბეკი სად მუშაობ ამაზე რომ მოგვიყვე აუცილებლად მოგიყვებით ძვირფასებო როგორც ზემოთაც გითხარით აუ მოვიდნენ ესე იგი მე რო აქ ვარ ვიდეოს რო ვიღებ მაინც და მაინც მაშინ და მოვიდნენ და აქ გამართოთ ბუდუგანაო საწოლში. ხანდა ესეთი ამბები ხალის ხელი მეურა უნდა დავამთავრო ესე იგი ხალხო ჯერ იყო და გზებს ჩხილებს ეხა გზელი არ გავიკეთე ნახეთ გზებს ჩხილებს რო ვიკეთებდი ვერ წერდი ამ გზელებს ჩხილებით ხო და ეხლა რომ დავიხსენი გეგონება ყლოტიდან ხელები მაქვს გეგონება თითები წამაჭრეს და საერთოდ ვერ ვწერ ამითი ანუ თავიდან ხო იმით ვერ ვწერდი აი ვიტანჯებოდი ხომ ეხა ამით ვერ ვწერს ხო განმეჭირება იმიტომ რომ ხო მივეჩვიეს ხანაიათ აკრება გოთ ასე ძვირფასებო ესეთი იყო დღევანდელი ხამე ყველას კი ფუ
კატაჩაგრის სახს ყველას გისურვებ მშვიდობიან ღამეს, მიყვარხართ ძალიან კოცნით, გეხვევით და ხვალდიანამდე გემშვიდობებით. ეს ზედმეტები ამას მოვახიო. ეს გადასაგდები. ესე და ამრიგად. ესე მეძინება რომელი საათია? 12:30 ყოფილა. ახლა ვეწყვეტ ეს არ ბემბილიქს წავიდე. 10,000 ნაბიჯი არ მაქვს გავლილი დღეს და უნდა გავიარო. ახას მოვასწრებ 9 საათში, არა უშავს 12-ის მერე ვიზავ დანარჩენს. ვიმახსოვრებ ხოლმე რამდენი დამაკლდა და 12-ის მერე გავდიო. აბა, გაკოცეთ მშვიდობიანი ღამე და ბედნიერი დილა. დალაიქით ვიდეო, დამიტოვეთ კომენტარი. და უყურეთ ვიდეოს ბოლომდე ძალიან დამეხმარა, იმიტომ რომ ეს აქაც ძალიან დავარდნილია ნახვები და იმიტომ რომ ჩემი აქტიურობაა დავარდნილი. უნდა გამოვასწორო აუცილებლად, ძალიან მაღელვებს ეს საკითხი და აღარ მინდა რომ აღელვებდეს. მინდა რომ გავაკეთო ის რაც საჭიროა.